მეხლარას გიყვებით. კვეკვე და პაპა ციხისელები იყვნენ ბიძადიშვილი და კირის მოპოვებაზე მუშაობდნენ ჩემთან მარნეულის კარიერზე ადრე. მე მაშინ კირის ცეხები მქონდა. კვეკვეს ბალღობაში თურმე ენაები მიბოდა და კვერცხს ვერ ამბობდა წესირადე. ასეჩკას აძლევდა ხოლმე თურმე. მერე რო გაიზარდა კი თქვა გამართულად, მაგრამ სახელად კვეკვე შერჩა თორე ისე პასპორტით სანდრო იყო. მაგრამ სანდროს არავინ ეძახდა. თვითონ ამბობდა კვეკვე დაბიძახითო. ეგა ახლა დედისგან იყო ციხისელი. მამის გვარი არ მახსოვს, არც თვითონ იცოდა მგონი ხო. მოკლედ დედას მიუწია თავისი გვარი. ისე გაიზარდა მამა არ უნახნია და ბიძა ზრდიდა თურმე პაპა ციხისელი. მე ახლა არ ვიცი, მაგრამ თვითონ როგორც აღყვება ამ პაპას პაპა ყოფილა თურმე გულღია, ხელგაშლილი და მოქეიფე კაცი. ყველას რო უყვარდა ისეთი. ბევრსაც შეულოვდა და ბევრსაც ხარჯავდა თურმე. ისე ჯიმშერი რქმევია პასპორტით და მოფერებით ეძახდნენ პაპას. პაპა თიცნობდა დიდი თუ პატარა, სულ ეუნებოდნენ, ამოდონას იკეთეს რო აკეთებ, ჩვენი პაპა ხარ შენო. მერე ესეთ ყოდა თურმე, თქვენა ისეთ პაპა რუსულად რო მამას ნიშნამსო. მერე და რა თაყენებს დედა თქვენებს შეურაცხყოფასო. მაგარი ენა ყიმატი ყოფილა ისიც ჩემსავით. და იმას უთქვამს, რომ პირველი შვილი ბიჭი თუ მეყოლა, მეტრიკაში სახელად პაპა უნდა ჩავაწერინო. მე ჩემ შვილს დարձავს მაგას არ დავეკითხები ეგ ჩემზე მაგარი უნდა გაიზარდოს. მოკლედ დაბადებულა ეს შვილი ბიჭი. და ამასაც ჯიმშერს იგივე პაპას 25-იანი ჩაუდვია მეტრიკის გამცემი ნაჩალნიკისთვის და ჩაუწერინები ეგ სახელი. ეს რო გაიზარდა მერე სულ ეხუმრებოდნენ, რომ თქვენ პაპა უნდა გენახათ რა პაპა იყო, აი ნაღდი პაპა ეგ იყო. ამასაც კიდე თან უხაროდა, რომ ეგეთ სახელოვანი პაპის შვილი იყო და თან სწყინდა კიდეს გულში ჩუმად სადღაც. მოკლედ მუშაობდნენ ესენი ჩემთან დღისით კირის კარიერზე და ღამით კიდე დარაჯებად რჩებოდნენ ცეხებში. მაგაში ახლა ცალკე უხდიდი. არ მინდოდა, მაგრამ მეწოდებოდნენ გაჭირვებულები იყვნენ თან და ჩვენში რო თქვათ წასასვლელი არც კი ქონდათ არსად. მაგრამ ახლა ეგ იქით იყოს ხელს უმართავდი რაც შემეძლო. კაი ოთახის მოუწყე, ფეჩის დაუდგი, ქვაბი, ტაფა, ქვეშაგებლები, ყველაფერი. საჭმელს ასმელს კიდე ცალკე უზიდავდი, ხა მაგას აღარ ვთვლი. სმენებს ინაწილებდნენ ხოლმე სუთქობით მორიგეობდნენ, რომ თან მეორე დილიდან კიდე გამოძინებულები ყოფილიყვნენ და ფიზიკურად ემუშავნათ. მაგრამ რა გინდა 100,000-ების ტავარს უტოვებდი ვენდობოდი. ეს ჩემი ცოდვით სავსე კვეკვე კიდე სულ მეუნეოდა ბალღობიდან მანქანა კარგად ვიცი. ბრავა არ ამაქვს, ერთი ბრავა ამაღებინა, ნახე როგორ გასახელო. თან იცოდა რომ მაგრამ ამწერებდნენ შოფრები, ხარა მიხონდათ და ხარა. ეს ბენზინი და სალიერკა კიდე არასდროს არ ყოფნიდათ და ცალკე კიდე ხელფასი. მერე ზეთის ცვლა დაიწყეს ბოლოს კიდე ხშირად. მოკლედ როგორც იყო და რას გიყვებოდი? ხო, ჩემი ხვისლი მუშაობდა მაგდროს გაიში, კაი ბობოლა იყო. რესპუბლიკის მასშტაბით მთელი დოსააფები მაგასთან შედიოდა. და მაგას ემთხოვე ერთი ბიჭისთვის ბრაულა მიგეთე მეთქი. უპრობლემოდ გამიგეთა. ერთ დღეს კიდეც ვიცოდი რომ დაბადების დღე ქონდა ამ ჩემი ცოდვით სავსე კვეკვეს. მივედი მიუტანე. ვაჩუქე ეს ბრავა და კიდეც მოვაწყე სამასვალზე. მაგ სამასვალზე ერთი კოჩა მუშაობდა. სუეჭვი მქონდა მაგაზე. ცეხში ხარა მეკარგებოდა ხარა. ავდექი და საერთოდ გავაგდე და მაგის სამასვალი კვეკვეს მივეცი. და მოუარე მეთქი. სულ ჩემზეც ფიცულობდა. იმის მერე კოჩარი ბიჭი. მე შვილივით მიყვარდა. ეხლა ეს გოჩა კი მოგშორდა, მაგრამ ხანდისხან მაინც გამოჩნდებოდა. მოვიდოდა და აფერისტულად მოგვიკითხავდა ხოლმე. სულ მეშინოდა რომ ამას გულში სიკეთე არ უდევს მეთქი. და აგიხდა ყოველივე კარგი, როგორც მე ეს ამიხდა. ერთ დღეს მე ადრე წამოვედი კარიერიდან. კირის ცეხები მე თვითონ ჩავკეტე. ჩემი ხელით ჩამოუკიდე კვეკვესა და პაპას ოთახში ეს გასაღებები კედელზე. იმ დღეს ერთად რჩებოდნენ მორიგეები. სავსე იყო საწყობების აფჩასტებით, ახალი ტექნიკით. კაკრას იმ დღით მიღებული ქონდა სარატოვიდან. და როგორც თვითონ აყვებიან გამთენისას ჩასძინებიათ დაღლილებს. ეხლა ვიხსენებთო რომ ძაღლის ხმა რო შეწყდა იმან ჩამოგვაძინაო. არა და ძაღლები მყავდა ქოფაკები, სულ ჩემი ხელით დაზრდილები. ხო და ეთყობა ნემსიანი კალბასი შეუგდეს ამ ძაღლებსა. ეგ კიდე აძინებს ეგრევე. შესულა ოთახში
თურმე იცოდნენ გასაღებები, სადაც ეკიდნენ გაუღიათ და უმუშავნიათ მშვენივრად. სულ გამოუზრდნიათ იმ დღეს მიღებული საქონელი. ეხლა თურმე რა მომხდარა? მისულა ეს გოჩა, მე რო სამასვალი ჩამოვართვი და გავაგდე. ეთყობა ყვეყვეს ზუბიცა ჰქონდა ამას. ამოღია პოლიტრა, მოდით რამდენი ხანია არ მინახნიხართ, აქეთ ვიყავი და შემოგიარეთ. თან დღესა, ჩემი დაბადების დღეს თენდება და პასპროგრამი დავლიოთ, დამლოცეთო. ეთყობა იმათაც ვერ უთხრეს უარი, კაცი უბილარიაო. მე ეჭვი მაქვს, რომ იმ პოლიტრაში მაგას ძილის სამალიც ექნებოდა გარეული. მაგრამ ესენი ამბობენ, რომ თვითონაც ჩვენთან ერთად სვამდაო. ჩავცალეთ ბოთლა, დაგვემშვიდობა და წავიდაო. ეხლა თქვენ მითხარით მე, ძილის წამალი რო ჰქონოდა გარეული პოლიტრაში იმ გოჩას. თვითონაც ხოდე ეძინებოდა. ჯანდაბა მაგას ამ ყვეყვესა და პაპასთან ერთად. მოკლედ, დღემდე არ ვიცი რა ოხრობა მოხდა მან იმ ღამეს. არა და წინაღამ ცუდი სიზმარი კი მქონდა ნანახი. ერთ სული მქონდა როდის გათენდებოდა. სანამ მივიდოდი, ძალიან ვინერვიანე. ჩემი წინაღამ დამემართა, ფსიური ჩემი კნეინა, წინაღამ დასაბმელი გამიხდა. მე ხო ჩემი დამემართა და დამემართა. უნდა გენახათ საწოდავი ყვეყვე და პაპა რა დღეში იყვნენ ჩავარდნილი. ესენი რო დავინახე კიდე ამ დღეში, სულ გადამავიწყდა ჩემი ზარალის ამბავი და ამიტყდა სიცილია მიტყდა. ეგრევე ძალიან სასაცილოები იყვნენ. მე იმაზე უფრო მეცინებოდა, რომ წინადღით ორი მეშოკი კირი გადავადებინე მაგათ. სოფელში უნდა წამეღო ხეების საწამლად და ისინიც გაუყოლებიათ ხელს. ეგრევე გასასვლელში იყო წასაღებად გამზადებული. ერი ვიცი, რა ვიცი, ნეტა რა ეგონათ. იმის მერე ბიჭები დღემდე იცინიან, აბა როგორ იყო ყვეყვეს და პაპას კირი რომ მოპარესო. მეც ეგრევე უთხარი, რომ რა იყო გვარად ყვეყვეს კირი და პაპას კირი მაინც ყოფილიყავით თქვენ დალოცვილი შვილებო მეთქი. ხოდა ეს ვთქვი და ამაზე ბიჭები კიდე სულ დაწყდნენ სიცილით. სუმუცელზე ხო ხავდნენ, რა გზაურის, მოკლედ რას არ იტყვისო. იმის მერე ყვეყვეს კირი და პაპას კირი შეარქვეს მაგათ. ყვეყვესა და პაპას.